რა არის იცით, სხვა ქვეყანა არ არის უკრაინა. არ არის ეს სხვა ქვეყანა. ეს არის გადიდგულებული შვილი, რომელიც მამას უარყოფს ორც მამას და მიელტვის მამინაცვლისკენ. აი ეს არის უბედურება, თორე უკრაინელი რო დამოუკიდებლობას აწვებოდეს, ეგ კარგია. ეგ ეტენება სხვას. ის სხვა მამინაცვალი მტერი არის მამისა, ნამდვილი მამისა. აი ამას თუ გაარკვევს უკრაინელი, პრობლემა არ არის. ღმერთი გაუშვებს. ახლა რუსეთს მეანებო თავი და მამინაცვალი აერჩიო იმისათვის, რომ შენ მამასთან ომი გააჩაღოს, ამის უფლებას მამა არ მოგცემს. ქართველიც მაგ დღეშია. მამა მიატოვა, მამინაცვალს გაეკიდა. ამიტომ რომელი ჯობია, მამა თუ მამინაცვალი? თუ არც ერთი არ გინდა, არც მეორე, მაშინ დამოუკიდებლობა აღიარიშენ და ქართველი ხლა ეტენება თავიდან ბოლომდე დასავლეთს. გავარკვიოთ რა არის დასავლეთი? აი ამ ეტაპზე. რა რისი მომცემია ქართველი ერისთვის, რას მისცემს ეკონომიკურად და გადავხედოთ ევროპიდან. რა მდგომარეობაშია რიგითი ევროპელი დღეს? არის კარგ მდგომარეობაში? თუ ახლა იქ ყვავის პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ვინც გაერთიანდა, ჩვენც რა თქმა უნდა ასაყვავილად შევიდეთ. საბერძნეთი ყვავის, პორტუგალია ყვავის, ესპანეთი ყვავის, ჩაფხავებული არ არის ქვეყნები, არ არის გაჭირვება, არ არის მორალური ხრწნა, ეკონომიკური ვარდნა. მოკლედ გავარკვიოთ რა კავშირებში შევდივართ. რა არის ეს გაერთიანება? თვითმიზანია გაერთიანება? ავირჩიოთ, გაერთიანება აუცილებელია, მაგრამ ვისკენ ვერთიანდებით? გავერთიანდეთ იმისკენ, ვინც გადამარჩენს, თუ გავერთიანდეთ იმისკენ, ვინც დამღუპავს? გავარკვიოთ, სად დავიღუპებით? უკრაინა ახლა აი გაერთიანება უნდა, ხო? რუსეთის გაერთიანებიდან გამოდის და ეტენება დასავლეთს. უკრაინა გადარჩება ევროპულ და ამერიკულ გაერთიანებაში? არა, რა თქმა უნდა, ეგ ეტირება და ამერიკელები დაჯდებიან მათ. ტერიტორია მაგათი იქნება. ფაქტობრივად მიდის ტერიტორიების დაპყრობა ამ თვალსაზრისით და დებილ უკრაინელს ტვინი არ აქვს. აი რუსები ჯერჯერობით ღმერთიდან რომ ხვდებიან ამას ინსტინქტურად, რომ ეს ჩვენთვის სახიფათოა და თავიანთ თავს იცავენ. თავიანთ თავს იცავენ და მათ ირგვლივ ვინც არის ხალხი, იმას აიძულებენ და ჩანს ესე რომ დაიპყრონ. ახლა როცა შენ გემუქრება რამე, დაპყრობაზე გადადიხარ. მეზობლის დაპყრობაზე, რომ მეზობელი თუ არ დაიპყრე, შენც უხიფათოდ არ იქნები. ხიფათში იქნები თუ არ დაიპყარი შენი მეზობელი. ამიტომ შენი მეზობლის დაპყრობით მეზობელებიც კარგად არის და შენც გადარჩენილი ხარ. ამას აკეთებს რუსეთი. რა ვიცი, ამაში გავამტყუნოთ? ხო, ახლა მით უმეტეს ჩვენ რა კარგად ვიცით რუსული ისტორია და მარქსიზმი და ახლა გადაფასებები არის. არ არის მარქსისტული იდეოლოგია. მე მაგალითად დაუძინებელი მტერი ვიყავი იდეოლოგიის ესეთი იმისა, როგორც არის მარქსიზმი. რუსეთს მარქსიზმით აღარ მოდის. ამ ხრივ ახლა არ არის რა მარქსიზმით რომ მოდიოდეს, აი მე დავდგები თქვენ მხარეზე და ყველას მხარეზე. არ არის მარქსიზმი, არ არის კომუნიზმი, არ არის იდეოლოგია, არ არის რომ ჩვენ ვართ მაგრები, რაღაც თეორიით რუსები აღარ მოდიან. აი თეორია რა, რომ ეს არის და მოგახვიონ თავზე, რასაც აკეთებდა სტალინი მსოფლიოს. და ეხლა იცავს თავის ტერიტორიებს და იმიტომ რომ გადაფსკვნილი არის უკრაინასთან, გადაფსკვნილი იყო კავკასიასთან და მოდის დასავლეთი, რომელიც პირდაპირ რუსეთის მტერი არის. მოდი ვთქვათ, რომ დასავლეთი რუსეთის მტერია. რუსეთი დასავლეთის მტერი აღარ არის. იყო მარქსისტული რუსეთი დასავლეთის მტერი. ამას მეც ვაღიარებ. და ვაღიარებდი. და აღარ არის ეს მარქსისტული იდეოლოგია. აღარ განიხილება რუსეთი როგორც მტერი მსოფლიოსი და რატომ არის ძველი ინერციით ისევ დასავლეთი რუსეთის მიმართ? და რუსეთი გადაეწყო, დასავლეთი ვერ გადაეწყო. მოდის ისევ ინერციით და ეს უკვე ცოტა სხვა რამეა. ბოროტება იყო მარქსიზმი თავისი იდეოლოგიით, ყველა მიცის დასავლეთს მას დაამუშავეს თეორიები, ყველამ და იდეოლოგიას და ხოცავდნენ ხალხს იდეოლოგიის გამარჯვებისათვის. დღეს რუსეთი რას ავრცელებს, მაინტერესებს? არსად არაფერს არ ავრცელებს. პირიქით, რუსეთს შემოუტია დასავლეთმა. მშიერი ევროპა ტექნიკური იმეებით მოდის ესეთი იმით. უფლებების დაცვა იქ, უფლებების დაცვა. საბჭოთა კავშირში უფლებების დაცვა არ უნდა არ შეიძლებოდა. ყველაზე მეტად დაჩაგრული იყო საბჭოთა ადამიანი საბჭოთა კავშირის დროს. სადეგდო ევროპა და ამერიკა. სადეგდო როცა მე ფეხბურთს ვერ უყურებდი ფინალების შეხვედრას. დაჩაგრული არ ვიყავი? რა ეხლა წაიღო ტვინი ამ ჩემ დაცვაზე. ეხლა იცავს უკრაინელს, ეხლა იცავს ისა რა თუნდა უკრაინელს დაცვა, ყველაფერი ღია არის. რა თუნდა ამიხსენით? პონჩიკების დარიგება, კალბასების დარიგება მაინდანზე. რა მაიმუნობაა ესა? ესენი რას აკეთებენ, იცი? მოდიან რა, უნდათ ახლა რუსეთის დაშლა, დაქუცმაცება, დაეპატრონონ ამ სიტყვით და რა გააკეთონ? ისევ ერთი კლასი გაბატონდეს. აი აქ რო ყველაფერი ქონდათ და აქ აქვთ. რიგითი კანადელი, ამერიკელი და ევროპელი როგორ ცხოვრობს? მითხარით რა, დღე-დაღამე ვირივით არ მუშაობს, გადასახადებს არ ატყავებენ, გაუთავებელი ისენია, გადასახადი ყველაფერზე, ფჭილებზე, ძმებზე, წვერზე. შეიძლება ყველაფერსი გაატყავო მოსახლე. შეიძლება სუდატაქსო.
არ შეიძლება რა ადამიანი მთლიანად ყველანაირად გააძრო ტყავი. რეკეტი მეტი რა არის. და ვითომ ჩვენ საკეთილ დღეოთ. შეიძლება მისვლა მოსვლა ასეთი ძვირი იყოს? გააძვირო ყველაფერი და ხელფასი კიდე კარგით რა. არა მეგობრებო, მე ვერაფერს ვერ დავაბრალებ. დღეს ახლა სოფლიოში არ არის ისეთ წამყვანი ქვეყანა, რომ ქადაგებდეს მართლაც ღმერთთან დაახლოებას, უკეთეს პირობებს ადამიანისას. დღეს არის ჰუმანიზმი. ჰუმანიზმს ეჯახება. რუსეთის ჰუმანიზმი გაიმარჯვებს დასავლურ ჰუმანიზმს. იმიტომ რომ ამასთან ღმერთი იყენებს ამას. ჰუმანიზმი თუ პირისპირდება დღეს რუსეთს, დასავლეთი ფეხებს მოსჭამს ძირში. ჰუმანიზმით ამას არ უნდა დაუპირისპირდე. დაუპირისპირდე ქრისტიანობით, ღმერთით. ჰუმანიზმი, მედი გააკეთოს რამე. უკან წავიდნენ თუ არა? ვერაფერს ვერ აკეთებენ. იყაყანეს აფხაზეთი რუსეთის არის. იყაყანეს ყირიმიც რუსეთის არის. გააკეთონ რამე. აუ დედაუტირონ აბა. ნახეთ რა ხდება სოფლიო ბაზარზე. ხო, ამან გამოიწვია რა, იტალიაშიც ფასები ავარდა, გაზზე იმასაქნა, ნავთობს დაარტყა. გადაწყვეტილია ყველაფერი ერთმანეთზე. არანაკლებად დაზარალდება ევროპა. ხო, ფერადი მეტალურგია რუსეთიდან გააქვს. ყველაფერი გაჩერებულია ევროპას, აღარაფერი აღარ აქვს. რას გვემაიმუნები ახლა აშინებენ რუსეთს, ეცინებათ რა. ძალა აქვს. მილიარდელები ყავს. მერე რუსეთზე არის დამოკიდებული ყველა. მითხარით ვინა ამერიკის გარდა, აქითა კონტინენტის გარდა, მთლიანად ევროპა ჩამოკიდებულია რუსებს. ნუ იქ სკანდინავიის ქვეყანა, ბალტიისპირეთი, ბრიტანეთი არ არის ისე, მაგრამ დანარჩენები როგორ ვაჭრობა, მიღება, მოღება, გასვლა, გამოცვლა, გადამოდი ყველაფერი არის ეგ არის. ას გვემაიმუნე ბაზარი რუსეთი არის. ეხლა რო გამოუცხადებ იმას რაღაცას, სად გაასაღოს ევროპამ თავისი ნაგავი, რა ეხლა რო გამოუცხადე ეხლა ისე ემბარგო. სად გასაღდება მერსედესი, BMW? სადა გაჭირებული ხალხი გერმანიაში ყიდულობს მანქანას? 60,000 და 70,000 როგორც რიგითი გერმანელისთვის ეს მიუწვდომელია, იცით თუ არა ეგ თქვენ? და 100,000 კიდე. ასე რომ ეგ არის მაპატი და გახურებები. დღეს საბჭოთა ესა რუსეთი არ არის საბჭოთა რუსეთი, რომელიც ავრცელებდა იდეოლოგიას, სოფლიოში სიკეთეს, ვითომ ყველაზე მაგრები ეგ არიან და ამას იარაღით ავრცელებდა. ბოროტება ნამდვილად იყო. დღეს ესეთი არ არის რუსეთი. არსად ეგენი არ არიან. აბსოლუტურად თავის ტერიტორიაზეა თავის ჯარით. გამოყარეს ყველა გერმანიიდან, ევროპიდან, კუბიდან, არსად არ არის რუსები. მოდი რა ფაქტი ვთქვათ, ამერიკელები სად არიან დღეს? ნატო სად არის? ყველგან არის გადებული ეს შობელძაღლი, აიღო ტვინი რა. შეიძლება სამხედრო ბიუროკრატიული აპარატის შექმნა და ხალხი დატანჯო. ვის ვეუბნებით ვერ გავიგე. ყველა გაერთიანდა ნატოში. რა თმიდა ესა? ვის ვეუბნებით? არსად რუსი ბოლო 30 წელიწადია უომია. მითხარით, აი სად გაისროლა მაგან იარაღი. ხო, აი ეს ამერიკა კიდე ამდენს რო ეუბნება უკრაინას თემაზე. ამა რო ხეთქა და იაპონიის ორი ქალაქი ჩაძირა. ამას რეები აქვს იცი წარსულში გაკეთებული. ვიეტნამში ბამბებს ისროდა? მითხარით რა? სირიაში, ერაყში, ავღანეთში? ეს რატო არ არის დამყრობელი? განვიხილოთ რა, რატომ არ არის ამერიკა დამყრობელი? დამყრობელი რას აფრცელებს? აი რას აფრცელებს? ჰუმანიზმს, ადამიანის ზნეობას, ადამიანურს, რელატივიზმს, ევოლუციის თეორიას, ყირაზე დგომას, ჰომოსექსუალიზმს, არ არის ესე? დღეს ესეა ამერიკა და ასე რომ რუსები მოდი რა სამართლიანი ვიყოთ, არც ერთს ქრთა მივარ მე და მე არ მომწონდა საბჭოთა იდეოლოგია. ეს იყო ბოროტების იმპერია. საბჭოთა იდეოლოგია კატასტროფა იყო რა. და ამას რო უპირისპირებდა დასავლეთი. კიდე გავამართლებ, მაგრამ ვერაფერი ვერ გვიშველა დასავლეთმა ჩვენ. ჩაკეტილები ვიყავით, ხალხი დაიხოცა მაგ ელემენტარულ რაღაცას ვერ ხედავდით, ჩამორჩენილი ვიყავით ძალიან მაღალ დონეზე, მიუხედავად ამისა. დასავლეთი მოდიოდა გარბაჩოვთანაც, ბრეჟნევთანაც, მიფშიტინოდნენ, მაშინ სად იყვნენ? მაშინ რატო არა? რა ეხლა რო გაიხსნა რუსებმა რო პოზიცია დათმეს, თვითონ რუსები რო გადაეწყნენ, წამოეგნენ ამ ლიბერალიზმზე, დემოკრატიაზე, ეხლა უტევ. მაშინ რატო არ უტევდნენ? ბევრი ხალხი დაიხოცა ციხეში. ლაპარაკია რუსეთის ბოროტებაზე. რუსი ბოროტია თუ არა და იმას კი არა ვიძახი რომ სად იყოს საქართველო. საქართველოს არჩევანი თუ ექნება და მიიღებენ რაც მე ეჭვმეპარება ევროპა არ იკარებს საქართველოს და არც გაიკარებს, ეს არის მაცოფებს მე, რაც არ უნდა მომიდომო ჩვენ ევროპა არ მიგვიღებს. მაიმუნობს ევროპა. თორე მე მინდა იმას არ უნდივარ მე. აი რა არის პრობლემა. მიზეზებით არ ვიცი რა ისენი აქვს, რა პრობლემები აქვს, რა ბუღალტერია აქვს. გაწელილი აქვს დროში, ამასობაში რუსები არ გვიღებენ. ვართ გაკვეხებულები, აღარც იქითა ვართ, აღარც აქით. პატარა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს დიდ ქვეყანასთან, ან რუსეთთან, ან ევროპასთან.
დღევანდელი რუსეთი არ არის მარქსიზმი, რომელიც ტვინს ამოგიხდის. მარქსიზმი იმით იყო ცუდი, რომ გნოსეოლოგიის საკითხში იყო ძალიან ტოტალიტარული. ეხლა რუსეთთან გაერთიანების დროს გნოსეოლოგიის საკითხში შემეცნებას რო ეხება, აღარ არის იდეოლოგია, რაც გინდა ქენი, თარგმნე, იკითხე, განვითარდი. კაპიტალიზმი არის. ასე რომ გაერთიანება ყველა ვარიანტში ქართველს სჭირდება, პატარა ქვეყანა არის. პატარა ქვეყნები უნდა გაერთიანდეს დიდ ქვეყნებთან. როგორც პატარა ბავშვი უნდა იყოს დიდთან, მშობელთან. პატარა გაუშვი ისე და დაიღუპება. ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია. უბედურება ის არის, რომ ბოლო 20 წელია ჩვენ არც არა ვართ. ას დასავლეთია და ჩაგვაბარეს ქართველებს. ჩვენ ვართ ჩაბარებული ქართველები, ჩვენ გავერთიანდით ქართველებთან. ქართველები, რომელიც სათავეშია და სიქას აძლევს ქართველებს. ამას ხელს უწყობს დასავლეთი. ეს არის ცოტა გულშემატკივრებელი რა. ხო, მე მგონი ხვდებით რაზეა ლაპარაკი ეს რა არის კაცო მთავრობას რო შეიყვანე ევროპაში და მე დამტოვიას ეს სწორია. და ტყავს დღეს ჩვენ ვინ გვაზრობს. და ვაბრალებთ რას, იცი, ხან რუსებს, ხან ვიღაცებს. ჩვენი პრობლემა არის ჩვენი მართვა. ჩვენ ჩაგვაბარეს ოზერთ სამინისტროს 150 დეპუტატს, იმათ მოადგილეებს, გაიჯეჯილეს ამებმა, ჭამენ, სვამენ და დაგვრცინიან. დღეს ქართველს, ქართველი დაცინის და ქართველს ტანჯავს ქართველი და არა რუსი და არა ამერიკელი. ეს არის ჩვენი უბედურება. ეს ვასაკითხი არის. და უბრალოდ ახლა ჩვენ განვიხილეთ რუსეთი როგორც ბოროტება. ჩავრიცხოთ თუ არა ბოროტების იმპერიაში. აღარ არის ეს ესეთი, ეგ ავთქვი მე. და თუ ვინმე იყენებს ამას და ვინმე კი არა ღმერთი იყენებს რუსეთს, მხოლოდ იმიტომ რომ ევროპამ უღალატა ღმერთს და ღმერთი ყოველთვის ძლიერ იმპერიას იყენებს სხვების დასაჩაგრავად. განსაკუთრებით იმათ, ვისაც ღმერთის სახელით გამოდიოდა. ასეთი დასავლეთი არის. აი გახსენეთ მეფეთა წიგნებში ისრაელი და მაგით განვიხილავთ. ეხლა მე რო ვლაპარაკობ ყოველთვის პარალელები ასოცირება ბიბლიისთან არის. მეფეთა წიგნებში ხომ ზუსტად ეგ არის ისრაელის ისტორია და ვის უჯაყებს ისრაელს და აღასევებს ბაბილონს, სპარსელს და რას უკეთებს ისრაელს უსევს. რატო აკეთებს ამას? რომ აზზე მოვიდეს ისრაელის ერი. ევროპა აზზე უნდა მოვიდეს, იცი? ამიტომ რუსეთი არ იქნება, ჩინეთი იქნება. ჰუმანიტარული იმებით ვერაფერს ვერ გავაწყობთ. აი ვერ გავაწყობთ, ნუ ახლა მე ხო ვიცი საითკენ მიდის ეს ყველაფერი რა. აი ვიცი, რაც არ უნდა ახუროს ევროპამ, მაინც უკან წაიღებს ყველაფერს, ისევ დაწვება, შიშარა არის. ხო, ძალიან შიშარა ევროპა. არაფერი არ შეუძლია მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ჯარები აბა გაბედოს და რუსებს ეომოს. მე მაინც დავაფასებდი მაგას, რომ მეტი რა თუ დაიპყრო უკრაინა, განთავისუფლე თუ მართლა გიყვარს უკრაინელი და ქართველი. ბიჭო, ხო ხედავ, რომ ქართველი დაიპყრო რუსმა. რას აკეთებს ევროპა? მაიმუნობა ესა, ჩვენ მაგას არ უყვარვართ. თორე რუსეთს ახლა კოჭები უკოტრიელა აქიდან, იქიდან, აფხაზეთი წაიღო, ხმა არ ამოიღო. რაღამ უკრაინაზე გაგიჟდა. ჩვენ უფრო დაჩაგრულები არა ვართ, ჩვენი ტერიტორია პირდაპირ წაიღო. ომს ევროპა არასოდეს არ დაიწყებს, ეს შიშრები არიან. აი დაადასტურა სირიის ამბავი, ავღანეთის ამბავი, ყველაფერმა. ლიდერი აღარ არის მსოფლიოში ძლიერი. ახლა ლიდერების გადანაწილება, ამერიკა იყო ლიდერი და ევროპა მასთან იყო. ლიდერი აღარ არის ამერიკა, ევროპა გაუგებრობაშია და ამასობაში წამოიწია ჩინეთი, რუსეთი. ახლა დღეს ლიდერის პოზიცია არის ნახე პუტინი. თანდათან ეს რუსეთის სახე პუტინი არის. და ყოველთვის მოწონთ ლიდერი და ძლიერი კაცი. აგერ ობამა ეს პრობლემები რაც ხდება დღეს მსოფლიოში ამერიკის პრობლემაა. ეს მოათრიეს ვიღაცა შავკანიანი, ხე ააკოთა ყველაფერი ამან. გაგებაში არ არის, სუსტია, არის ის რა გააკეთოს. ვერ მოაგვარა ვერაფერი. სირიაში ვერ მოაგვარა ვერაფერი. ჩააფხავა ერაყი, ჩააფხავა ავღანეთში ომია. რაღაცა ხომ უნდა გააკეთო, როცა ხარ ლიდერი და ჭკვიანი ხარ. ლიდერი და ჭკვიანი იმის ჭკვიანია, რომ სხვა ადამიანსაც უნდა უშველო. აბა ახლა ააკოთო სიტუაცია და შენ აქ ბლუზებს უსმინო, ეგრე ხომ არ არია რა. ეს ახლა სანამ ეს ობამა იქნება, აქ არაფერი არ გამოვა. მოვლენ რესპუბლიკელები და ნახოთ როგორ შეეჭიდებიან რუსებს. ამასობაში რუსებმა აიღეს ვერხი. მსოფლიოში ლიდერის სახელი აქვს უკვე ამას. მთელი მუსულმანები რუსებზე სწორდება. ეგვიპტედან დაწყებული ნახე, წაართვა უკვე რუსებმა ამერიკელებს, ეგვიპტეც კი. ხო, აღარ უნდათ ამერიკამ, ისრაელი შეიძლება გადაიკიდო. არ არის სწორი, ხო? ერთადერთი რაც იყო სწორი, ამერიკა მუდამ ისრაელთან იყო. ნახე ნათანიაჰუ ვერ აკეთებენ ვერაფერს. აგერ ამასობაში პრობლემა რა არის, იცი? რუსებმა შეიძლება ამ ემბარგოთი რო უხურებენ საქმეს, ირანში გაუშვას თავის მეცნიერები და ატომი მისცეს. წავიდნენ და ზდიონ მერე. ირანის ატომი ექნება, ისრაელი დაცხებს, ატყდება ომი. და ეს არასწორი პოლიტიკა არის ამერიკის და ევროპის. და აცალე რა, ნუ წაუღე ტვინი, კაცო, უკრაინა თუ რაღაცა, ხოცავენ ახლა უკრაინელი მოსახა. აი რა მინდა ვთქვა. სევიდა რუსი და ხოცავს ვინმეს. აი ესე დავაყენოთ რა საკითხი. რო შევიდეს და ხოცავს მართლა მეც თუდად ვიქნები თქვენ ყველა რა არის ადამიანები სადაც იჟილიტება რა უფლება ვინმე დახოცა რუსებმა
ავტომატებით შევიდა. შედის და ეუნება გააჩერა, უთხრა რომ გაჩერდით რა. და სწორი არ არის. 100 წელი და 200 ერთად თავარ და ეხლა გამირბი ხარ მე ამის დედავატირი და სად გარბი ხარ, იცი? აი იცი ვისთან მიდიხარ? იცნობ ევროპას. კარგად იქნები. თუ შენ კარგად იქნები, მე ჩემთან რო შემოვა ისა რაკეტას დამირჩობს აქ ნატოში რო შეხვალ. ეხო მე მემუქრება. რუსი ხო თავის თავს უფრთხილდება ეხლა. უკრაინას კი არა. თავის თავს უფრთხილება, ეგ თავის თავს იცავს. თო მაგ ტერიტორიაზე რაკეტა არ უნდა დაიდგეს. ამაზეა ლაპარაკი. ჩვენ რამდენჯერ ვილაპარაკით რომ რუსი არ არის დღეს დამპყრობელი. გაწყვიტა ქართველები? გადაუარა? ომი დაიწყო ქართველმა. გაწყვიტა უკრაინელები კონდეს ესეთი შესაძლებლობა რუსებს რო აქვს. აი დავაჩოქებდი. და უფრო მეტი მსოფლიოსაც ტყავს გავაძრობ ბოლო-ბოლო რის გეშინია. არ აკეთებს ამას ეს კაცი რა. აი ასეთი მოშნი ძლიერება სტალინი რო იყოს, ეხლა რას გააკეთებდა? რატო ვერ აკეთებს? იცი იდეოლოგია აღარ არის, იდეოლოგია. ეხლა ჰუმანიზმი არის, ცოტა კანონები არის, ქურდული გაგებები არის. იდეოლოგიას არ ავრცელებს რუსები. და უკრაინა ეხლა გადაფსკვნელი იყო მუდამ და სისხლი ჩაღვარა მანდ რუსებმა. ამერიკელებმა დაღვარეს მანდ სისხლი? ევროპამ თუ დაღვარა მათ სისხლი? ვიზმეს უომია მათა? ყველაზე მეტი სისხლი მანდ რუსებს აქვს. სადაც სისხლი შენ ჩააქციე. ახლა გამოვარ თან მერე. რა კავშირი აქვს ბიჭო უკრაინელს და ფრანგს არ გამაგიჟო. თუ უკრაინელი და ამერიკელია გაუგებენ ერთმანეთს. აი ყველა საერთო ნიშნები ვის აქვს? ესე იგი აქ არის პოლიტიკური ბრძოლა. დაპყრობა უნდათ ტერიტორიების. დასავლეთს უნდა რუსეთის ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ დასავლეთს რა უნდა. დასავლეთს არ აინტერესებს უკრაინელი ადამიანის ბედი. რატომით ეხლა ევროპაში შესვლა როგორც თქვათ რიგითი ქართველი. ქართველი თავრობამ ტანჯავს მე. და ცოტა სამართლიანობა იქნება. ამიტომ და ისე არა. მე რო ქართველი мама ამ თავრობამ ყავდეს ნორმალური, არ მინდა მე შენთან. მე ეხლა გაერთიანება ევროპასთან იმიტომ და რომ საქართველოს მთავრობა უსამართლოა. ყოველთვის უსამართლო იქნება, ვინც არ უნდა მოვიდეს, ვინც არ უნდა შეცვალოთ. ეგ ვიგინდა რა ერია. მართლობა მას არ შეუძლია. მთელ ხალხზე ეგ არ მიდის. ამიტომ მარტო ერთი მოტივით ისე რა მინდა ევროპაში. საბჭოთა კავშირში რო ვიყავით, იდეოლოგია იყო. მამა ძაღლული, მაგრამ სამართლიანობა ასე თუ ისე იყო რიგით ადამიანები და ჩამოდიოდა. დღეს რა უსამართლობაა საქართველოში გადახედეთ. მოვიდა ივანიშვილი, არაფერი არ აღადგინა ამ კაცმა. არაფერი, ნუ რა, გადაებსკნა ერთმანეთს ეს ორი ვიგინდა რა. გადაინაწილეს ბიზნესები, დატოვეს ხალხი მაპატიეთ და ისე, ჩახტილი, არ სამსახურები, არაფერი, ჩაუკეთეს, ისე მიდის გაღატაკება. მოსახლეობის გაღატაკება გრძელდება. ვისი ბრალია, ვის დავაბრალოთ? ამ ფულესთან დაკავშირებით ფულე ჩამოვიდა მადა. შეხვდა ვისა? პატრიარქს. და რას ეუბნება? დავიცავთ თქვენ ინტერესებს, დავიცავთ რა ტრადიციებს, რელიგიას. პატრიარქს უკეთებს საქმეს და თუ მოაწერთ ხელს. ხელს უწყობ ქართველებს დაბნელებაში. რა თმინდა ესა? რა თმინდა? პუტრის მოწონს ახლა იმ ფულეს ეს კუდრის თაყვანისცემა? ესე იგი მათი ინტერესები არ არის ჩვენი კეთილდღეობა. და აგრძელებენ თავიანთ ინტერესს. არ შეუცვლიათ პოლიტიკა. პოლიტიკა უნდა შეცვალო. შეცვალე რაღაცო რა. ყველგან ამერიკა ყოველთვის კორუმპირებული მთავრობას სხვა ქვეყანაში, როგორც ავღანეთში არის კარზაი, ასევე ირანში რო დასვა, ისა ერაყში, საქართველოში დასვა კორუმპირებული და დახუჭა თვალები. სამაგეროდ მოსახლეობას სიქა გაძვრა საქართველოში. ამიტომ არ არის სამართლიანობა მეთქე ამას ვიძახი და ჩვენ გვჭირდება გაერთიანება. მარტო ვერ ვიქნებით, მაგრამ ეხლა აღარც აქითა ვართ, აღარც იქითა ვართ, არის ლაპარაკები. ამ ლაპარაკებში არის ბოღმები. ბოღმების შედეგად ისევ ჩვენ ვზარალდებთ. იგივე ვარიანტი არის უკრაინა. რას მიაღწევს უკრაინა? აი დააკვირდეთ რა დღეს წავა უკრაინა. ზუსტად იმ გზას დაადგება როგორც საქართველო. რატო გააკეთეს ეგა? ერთმა მუჭა ტიპებმა, მოსყიდულმა დასავლეთის მიერ, მოუფშვიდინეს, ვითომ 45 მილიონის ინტერესები მანდ არ არის გამოხატული. მოუფშვიდინეს, ააკოთეს, უკვე დახოცეს ხალხი, რა გაკეთდა? აი რა შეიცვალა? გართულდა ცხოვრება, გაძვირდა გაზი, ნავთობი, აიწია ვალუტამ, მოსახლეობას დედეტირება. ჩვენ ვილაპარაკოთ მოსახლეობაზე, რა თმიდა სახელმწიფო როგორც სუბიექტი, მე სახელმწიფოთან იდენტიფიცირებას არ ვახდენ. როგორ იქნება რიგითი მოსახლე, ასე შევხედოთ. აი, როგორ არის ამერიკაში რიგითი მოსახლე, ეს არის ჩემთვის ეტალონი. ამერიკაში რიგითი მოსახლე კატასტროფულ მდგომარეობაში. ამიტომ სახელმწიფო სირცხვილი. ევროპაშიც ესეა რა. ატო დეკლარაცია და მოჯდან ეს ერთი მუჭა ტიპები, ეს მერკელი, ეს ვიგინდა რა, ვინ აირჩიეს გერმანია, ეს ვინ არის ეს ობამა. გადახედეთ რა ხალხია, იცი, დროს ატარებენ. კონფერენციებს აწყობენ.
გამომივიდა ხა დამცველები უკრაინელი ხალხი თურმე რა მონობაშია უკრაინელი ხალხი? ვის აყავს დამონებული? რუსეთს? მონობაშია საქართველო? რუსეთია დამონებული. რუსეთმა დაიმონება ქართველი მოსახლეობა? სააკაშვილის 9 წლიანმა რეჟიმმა დაიმონა საქართველო. ივანიშვილის 2 წლიანი რეჟიმი ჩახდილია საქართველო. ვინ არის დამნაშავე? რუსები? აი ამას ევროპა რატო უწყობს ხელს? ესე იგი ჩვენ მაგას როგორც ერი არ ვაინტერესებთ. უკრაინელი როგორც ერი მათ არ აინტერესებთ. მათ აინტერესებს ტერიტორია. შემოვიდეს მოტყუებით, დაარჭოს რაკეტები და სწორედ ამას იცნობს აი რუსები. რუსებმა იციან ხა მაგათ ხალხი ყავთ ძლიერი რა. ესე არ არის ხა პუტინი და მუტინი. იქ არის ინსტიტუტები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, მეცნიერები, 116 მილიარდელი ყავს. გასულია ყველგან. როგორ ესე არ არის? არიციან ევროპას რა უნდა რუსებისგან? რუსეთის გაბედნიერება უნდა ევროპას? ამიტომ როცა შეიცვლის თუ არა დასავლეთი პოლიტიკას, აი მე კარგი იქნება. ჯერჯერობით ესენი ისევ აგრესიულად მოდიან, ისე უნდათ დაპყრობა, ეს კაპიტალიზმის საზღვრობა არის, წაართვა რუსებს რაღაცა, ისევ შენ რაღაც გარკვეულმა კლასმა გამოიყენოს და აგრე ჩახტილი არის ამერიკელი კაცო. მოხედე რა შენ ქვეყანას მიხედე არ შეიძლება დაანებო თავის უყველას და მოკლედ რატომ არ შეიძლება ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს? ამერიკა მიხედოს თავის ქვეყანას რა. ევროპა მიხედოს თავის ქვეყანას რომ გააერთიანა ეს ალია და ლუსია. რაღაცა ტილიან ქვეყნები რომ მოისხადა და არ ქვა ამას გაერთიანება. ბედნიერია პოლონელი? აგერ პოლონეთშიც დაეცა ვალუტა. ნახეთ რა პრობლემებია ახლა იტალიაში. საერთაშორისო საბაზრო იმაზე რა ბირჟებზე. ნახეთ რა მოხდა? ასე რომ ჯაჭვური რეაქციით ისე ევროპას დაერხა და დაიწყეს შერბილებული ტონები. წავიდა უკვე ხიცი ბერლუსკონს აგზავნიან პუტინთან. ვერავინ ვერ ბედავს და ძმაკაცი იქნებ შეუნთხა შეკერო. რაში უნდა შეკეროს? პუტინი გამოვიდა და არაფერი არ უთქვია და დედას გიტირებ თუ არ უთქვია. კაროჩე ეს ადგილი ჩემია რა. და რა გუფლება? რა საქმე ქონდა ამერიკელს იაპონიასი? აი რა თუნდათ ახლა ბაზები რო აქვს? ყველგან არის ეს მოდებული. ამიტომ არის ორი უზარმაზარი ქვეყანა ყოველთვის ლიდერობაზე იბრძვის. ამერიკან პოზიცია დათმო წამოვიდა რუსეთი. და ამათი პრობლემაა ეგა. კიდე კაი, მადლობა ღმერთს რომ რუსეთი არ არის მარქსისტული. თორე მე რენახე შენ იარაღს ძალით რო გაავრცელებ და იდეოლოგია წინ, იარაღით უკან. ეხლა არ არის რუსეთი ეს. ესენი არაფერს არ ავრცელებენ. ესენი იცავენ. დღესდღეობით რუსეთი ბოლო 20 წელია თავდაცვაზეა გადასული. იცავს იმ საბჭოთა ტერიტორიას. მეც არაფერს. არა გუფლება? იმიტომ რომ იმ ტერიტორიაზე შემოსვლა უნდა ნატოს. რომ რუსებთან ახლოს მოვიდნენ რაკეტებით. ნუ შემოდი ხარ ნატოში. რა გინდა ნატოში ისე შემოდი, ისე აყვავი საქართველო, ისე აყვავი უკრაინა. შეუშვალა რუსებმა ხელი ამერიკელებს შედით უკრაინაში და აყვავეთო? ეგენი ჩემთან მოდი, კონსტიტუციის გაფორმდეს, გავაფორმოთ ნატოს წევრი და მე რაკეტა დავდგა. რაკეტის გარეშე მიდი, თუ უკრაინელი გიყვარს, ჩადე ინვესტიციები, მოვიდეს ამერიკელები საქართველოში ინვესტიციები ჩადოს, ქარხნები ააშენოს, რუსებმა შეუშალა ხელი? მითხარი, თუ ამაში შეუშლის გასაგებია. არა, ნატოში შემოდით, ევროპაში შემოდით, შევად ნატოში და ჩაგხვდიან. ისინი თავისას გაისწორებენ. ამხელა ტერიტორია აქვს რუსებს ბოლო-ბოლო რუსების შეშინება ამებით გამორიცხეთ, იმიტომ რომ მათ გაუძლეს მეორე მსოფლიო ომს. ის ტექნოლოგია ქონდა არაფერი არ ქონდა. გადარჩა ერი და უზარმაზარი ვეშაპი დაამარცხა. ასე რომ ახლა რუსები გამორიცხეთ ასეთი პოლიტიკით ვერა. შევცვალოს პოლიტიკა ამერიკამ, აჩვენოს მეგობრული გული. ჩალიჩერა ქართველებზეც კაცო თუ ესე გიყვარს ეს საქართველო რა გახდა ახირებულად იცავს ამ სააკაშვილის რეჟიმს. აი რა ინფორმაცია არა გაქვს შედალოცვილო არ ართმედა ბიზნესებს გაატყავა მოსახლეობა და ნამეტანია კაცო რა. ნამეტანია უკვე ხო. აი მეტა უსამართლობა არის ყველასთვის მიუღებელი. უსამართლო არავის არ მოწონს და ამერიკა დაადგა ამ გზას დასავლეთიც ევროპაც სხვათა შორის და რუსები აღარ არიან კაცო ეს მარქსიზმი არა აქვს იდეოლოგია არ არის აღარ არიან მახროვი მარქსისტები რომ თავს იკლავდნენ ამ მარქსიზმისთვის გავრცელებდნენ თავისთვის არიან პოპულისტკეთება დაიწყეს მაგარი მილიარდელები წამოჭიმეს კაპიტალიზმი შევიდა სოციალიზმი ბოლომდე დაძლეული მანდარარი და ესეც პლუსია რუსებისთვის იმიტომ რომ მან რუსი მაინც სახლი რო აქვს თავისია აქ კიდე სახლი რო აქვს შენი არ არის კერძო მესაკუთრეობა აქ არ არის კერძო მესაკუთრეობა საშინელ დღეში არის ვიდრე სხვა ხო რა ვიცი გატყავება არის მაღალ დონეზე ინშურენსებია ისე დონეზე მანქანებზე იმებზე რომ არანაირი არჩევანი არ გაქვს რა გავაკეთო როგორ გავაკეთე იძულებუთი ინშურენსი ხო აქ საშინელი მდგომარეობა და რუსეთში მაინც ისეც არის ესეც არის ხო იქ არის კაცი არის სახში ხო შენათ არის დედეთ 300 მანეთი 400 მანეთი კომუნალური მეებში გადაიხოდოს თუ არ და გამორთე შუქი და სახლი მაინც შენია აქ კიდე ესე არ არის
აქ სახლიც რო გაქვს, ამაზედაც უნდა გადაიხატო. მიწაზე რო სახლი დგას, კერძო მესაკუთრეობა აქ არ არის. მე არ ვიცი, რატო რა ილუზია ეს, რომ ხალხს ატყუებენ. სახლს ყიდულობ, ეს შენი არ არის. მანქანას ყიდულობ, შენი არ არის. რანაირად არის შენი, რომ ყოველ თვე იხდი $300. შენი ეგა. რატომ ახტევინებ $300 მე ვერ გავიგე. დავდივარ, არ დავდივარ, ვამტრევ, არ ვამტრევ, ყოველთვის ვიხდი ამ $200-300. თუ ოდნავ პატარა რაღაცა მომივიდა, მოუმატებ ფას. არა მაქვს არჩევანი. არ მინდა ეს დაზღვევა რაღაცო რა. დავამტრევ მანქანა ჩემი პრობლემა არის. რატომ მაიძულებ გამიგე, რომ ვითომ ჩემი კეთილდღეობისათვის შეიძლება სიკეთე თავზე მოახვიო კაცს. ეს თავისუფლების წართმევა არის. ხო, რაც არ უნდა კეთილი იყო შენ, ძალით შეიძლება მაზიარო ამას. ეს უკვე არაქრისტიანული არის. ეხლა მიზეზით რომ ინშურენსი ჩემთვის არის კარგი, რო დაამტრევ, არ არის ეგ ტყუილი ეგა. ტყუილი, იმიტომ რომ მე არ ვამტრევ მანქანებს, გავიდა 10 წელი, 20 წელი და ჩემი ფული შეიტყაპუნეს შენ. ფას არ მიკლებ. და რუსეთში ესეა, საქართველოში ესეა. არ არის დღესდღეობით ესე და მასიურად ეს ხალხი რომ ამ წესებზე გადავიდეს, სულ ჩაიქოხები ეგ საქართველო. საქართველო მთლიანად განადგურდება ამ წესებში თუ შევიდა. თუ ხა უმუშევრობა მანდ რა სამუშაოებით დააკავებენ ახლა 3 მილიონს? თუ 45 მილიონი უკრაინელი სამუშაოებს იშოვებს, ხვალ ევროპაში შევა. აი, შევიყვანეთ, აი, გაერთიანთ. შევიყვანეთ, ამუშავდა კანონები. ეხლა ისმის პრობლემა. სამსახურში იშოვის ამდენი ხალხი სამსახურს. დღეს უმუშევრობა უკრაინაშიც, საქართველოშიც. 60% არის საქართველოში. ეს ძალიან დიდი ციფრია. რა, სამსახურს იშოვიან? დაკავდებიან? თუ ისევ ჟურნალისტობას გააგრძელებს ქართველიერი. თუ იმას იურისტობას და ისტორიკოსობას, არქეოლოგიას, ხელოვნებას, თეატრალობას, მაგას გააგრძელებენ? ამხსენეთ რა, აი რა გვინდა კეთილდღეობისათვის რა არის საჭირო? მარტო გაერთიანება არის კეთილდღეობა? გაერთიანდა პოლონეთი, კეთილდღეობაშია? საბერძნეთია გაერთიანებული. კეთილდღეობაშია ბერძენი? რა, როგორ დაეცა თუ არა ეკონომიკური ცხოვრება საბერძნეთისა? გაუჭირდათ თუ არა ბერძნებს? გაუჭირდათ. რატომ მოხდა ესე? გაერთიანებაში ისინი ცუდად რატო არიან? გაერთიანდნენ და ბერძნები ცუდად არიან. ჩეხოსლოვაკია გაერთიანდა უმუშევრობა. უნგრეთი გაერთიანდა უმუშევრობა. ბალტიისპირეთი გაერთიანდა უმუშევრობა. გადაიყარა ხალხი. ამიხსენეთ, რას გვაძლევს ჩვენ აი ამ ეტაპზე? ნუ ლოგიკის აზროვნების წესით ვლაპარაკობ. ახლა ამ ეტაპზე, როცა მე ახლა ვეკამათები ევროპას. კამათობს ის, რომ ეს არის ჩემთვის კარგი. მაჩვენე ვინ არის შენთან კარგად და მეც შემოვალ. ეხლა მე არც რუსეთთან, აი რუსეთი, არც რუსეთი არ მინდა, ნუ ამ ეტაპზე რა. მაჩვენე ვინ არის შენთან კარგად, ნუ რას მპირდები? ამიტომ არც იქითა ვართ, არც აქეთ. ეხლა მივაკითხოთ ჩვენს. ეხლა ჩვენი მთავრობა. ჩვენი მთავრობა რატო ყავს გვაძრობს? იმიტომ რომ ჩვენ მთავრობას აფინანსებს სხვა. ყველაზე კაი ვარიანტი იცით რა არის? საქართველოს მიატოვოს ყველამ. და გავარკვევთ ჩვენ იმას რა. ჩვენი მთავრობა ჩვენს მიმართ კეთილი განზრახვად მოიხედავს. ჩვენ მთავრობა როცა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ფეხებზე ვკიდივართ. როცა მთავრობა ხალხზეა დამოკიდებული, ელემენტარულად სიყვარულის გზნობა აქვს, ცოტა შიში აქვს. ჩვენ მთავრობას ფეხებზე რატო ვკიდივართ, იცი? არანაირად მოსახლეობაზე დამოკიდებული არ არის მთავრობა, არც საჭმელში, არც ასმელში, არც ასაცმელში, არც მანქანა არაფერში და ეჯექი ხლე იყავი შენთვის. და ამის კითხვა, ამ მთავრობას რატო უწყობს ხელს ევროპა? ჩემ გასანადგურებლად? აბა თუ არა, აი სახეზია, გავნადგურდით. რატო უწყობდი სააკაშვილს 10 წელიწადი ხელს? ეხლა ხელს უწყობ ივანიშვილს. ხა კაცო, გაერთიანება კარგი რამეა, მე ძალიან ძვირფასი რამეა, პატარა ადამიანი უნდა გაერთიანდეს დიდთან, მაგრამ დასამონებლად და დასაჩაგრავად კი არ უნდა შემოვიდე შენში. მე უარესად რო ვარ, უკეთესად მინდა ვიყო. ვართ უკეთესად ვიქნებით. საბერძნეთი კარგად არის, უნგრეთი კარგად არის, რუმინეთი კარგად არის, ბულგარეთი თუა კარგად. ვინ არის კარგად ევროპულ გაერთიანებაში? აი აიწია დონე ეკონომიკის, ცხოვრების, ხელფასების, უმუშევრობა. მითხარით, აი რა მოგცა ევროპულმა გაერთიანებამ ისეთი, რომ ჩვენ დორბლები მოგდიოდეს. ესე იგი, ეს არის ერთი მუჭაღა მთავრობა. როგორც საბერძნეთის მთავრობას აწყობს და ბულგარეთის და ისე საქართველოს. მე გამოდივარ საუბარში მოსახლეობის ინტერესების დამცველი. იმიტომ რომ მე მაგის წარმომადგენელი ვარ. მეც რომ მთავრობაში ვიყო, გავამართლებ იმას. ევროპა მინდა, ეს მინდა, ის მინდა. მოდი რა რიგითი ადამიანიდან დავიწყოთ რა. რა, ჩაფიქრებულია გაჟელეტა მოსახლეობის. პოლიტოლოგების ის იყო თავყრილობა და ესეთი კითხვა ესე დაისვა. აი ეს რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, გავცი რაღაც თემა გაშალეს და ერთმა ესეთი კითხვა დასვა. მოდი რა, დავცოთ ესე კითხვა, ბოროტება რუსეთი თუ არაო? ადრე და სულ ყველა შეთანხმდეთ თქვენს რომ ბოროტება რუსეთიო. მე თუ მკითხავთ ეს არასწორი შეფასება არის. რა იცი შენ ვინ არის ბოროტი? ესე იგი დააკვირდით როგორ არის, ესე იგი დასავლეთი და რუსეთიო.
კამათმა ისეთი სახე მიიღო, სოცინცაძე იყო, პოლიტოლოგი იცით, მთელი რიგი პოლიტოლოგები იყვნენ. შეთანხმებებზე რომ გავიდეს ადამიანი, რაღაცა ზოგადი ისინი უნდა ფორმულირებები დასმული იქნას. და ისო ესეთი დასავლეთი და რუსეთი. დასავლეთი მართლაც მთლიანად უპირისპირდება რუსეთს. ეხლა რო შევთანხმდეთ რამეზე უნდა გავარკვიოთ. სიკეთის მატარებელი რომელია? დასავლეთი, ამჟამინდელი დასავლეთია ლაპარაკი. აი ახლა აწყვო, აი ახლა 21 საუკუნე. დასავლეთის ქვეშ მოიაზრება ევროპა, ამერიკა და ასე შემდეგ. სიკეთე რომელიაო და სულ ყველა შეთანხმდნენ ერთ რამეში, ცონცაძეც რომ რუსეთი ბოროტება. მე უსმენდი ამას და გავუცდი. ეს არ არის სწორი შეფასება. და აი რატომ? აი რა კრიტერიუმით განსაზღვრებ რომ რუსეთი ბოროტება? ჯერ თუ არ დავადგინეთ კრიტერიუმი? კრიტერიუმის დამდგენი ღმერთია. ახლა მე და თქვენ დავადგენთ, რატომ არის ესა თუ ის კაცი ბოროტი და რა დონით და რაღაც, მაგრამ ეს ხალხი ჰუმანიზმიდან ამოდიოდნენ. არც ერთი თეისტი არ იყო. არავის არ ქონდა წარმოდგენა კრეაციონულ თეორიაზე. და უცებ ადექი და რუსები გამოაცხადე ბოროტებად. მეღიმებოდა რომ უსმენდი ამას, ჩემთვის მჭირდებოდა ეს იცი და რა თქმა უნდა ეს მინუსად ჩავთვალე. ყველა შეთანხმდა, ვიმეორებ, რომ რუსეთი ბოროტება და აქედან წავიდა ლაპარაკი. მე მაქვს ერთი კითხვა შევიდოდი. როგორ მივხვდი რომ ბოროტება რუსეთი? აი, მახასიათებლები მითხა, აი, რა შეფასებებით არის? ძველით, აი, ვიღაცის ტექსტი შემოიტანეს. და ბოროტება, რო ვთქვათ, ადამიანი ბოროტია თუ არა, ჩვენ უნდა გავიგოთ საზომი, საიდან არის ბოროტი? რა არის ბოროტება? ათეისტმა ადამიანმა შეიძლება თქვას ადამიანზე ბოროტიაო? თუ ღმერთს მოხსნით, ვერ ვიტყვით მეორე ადამიანზე ბოროტია. იმიტომ რომ უკვე შემოდის რელატივიზმი ეთიკაში. რელატივიზმის თანახმად უკვე საეჭვოა რუსეთი განიხილოთ როგორც ბოროტება და ევროპა როგორც სიკეთე. დასავლეთი რაში ცდება, იცი, ჩვენთან მიმართებაში, საქართველოს რესპუბლიკის მიმართებასთან. აი რატომ შემოგვიგდო დასავლეთმა რუსეთის ზიზღი? მithumetes ეს ჰუმანიზმი არის. არ შეიძლება რუსეთთანაც ვიყოთ. გააბატონა, აი თქვათ, სააკაშვილის რეჟიმში, თვითონ ამ გუნდში რუსეთის ზიზღი. მან გადაცა მოსახლეობას. აი ამას რატომ ნაკეთებდეს ადამიანი, მithumetes ქრისტიანი. ასე იყავი ჩემთანაც, იყავი იმასთანაც, ერთიანი თუ მიდის სოფლიო და პოლარიზება რა საჭიროა. ეს ხომ საბოლოო ჯამში ჩვენ წავაგეთ. სააკაშვილმა დათესა ზიზღი და ეხლაც გამოდის და რუსების გინებით იწყებს და როცა რუსებს აგინებ და დასავლეთს ეკრები, რუს ეშინია რომ შენ იმასთან მიდიხარ და რაკეტას შემომიტან. თუ ევროპა არა, შენ გეზიზღები მე და წაგახალისებს ევროპა, ნატოს წევრი რაღაცა და შეიძლება შენ მესროლო რაკეტა. და ბუნებრივია მათ ცოტა პოლიტიკურად უნდა იმოქმედოს ადამიანმა და არა ისე რა. ჩვენ არ ვიცით საიდან შემოვიდა ეს ზიზღი, რატომ არის ესეთი ზიზღი. რთული საკითხი არის, ძალიან რთული საკითხი ახლა. ამაზე ვერ შეთანხმდით მთელი რიგი ისენი სადა როგორ იქნება, რა იქნება. ფაქტი ერთია რომ ცოტა ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ ბევრი რაღაცეები. ვერ აუღეთ ალღო აი ამ პოლიტიკურ სიტუაციებს, რაც მოყვა ამ საბჭოთა იმპერიის დანგრევას. და ქართველმა ცოტა ემოციით იხემძღვანელა და ემოციის ტყვეობაში ვართ დღესაც. ლაპარაკი არ არის სად ვიქნებით, როგორ ვიქნებით, ვისთან ვიქნებით. აი სწორი მიმართულებით რატომ არ მივდივართ და დღესდღეობით თვითონ ერში არის პრობლემა. ფაქტია რომ სადღაც უნდა ვიყოთ. აი როცა ივანიშვილი ძახთა ამერიკაც და რუსეთიც, იცით რა სიძახთ ეგა? გავიმეორებ. დამოუკიდებელი უნდა ვიყოთ და ჩვენი ინტერესები ამერიკაში გავახორციელოთ და რუსეთში. ახლა კითხვა მაქვს ასეთი. რას წარმოადგენს რომ შენი ინტერესები ამერიკაში გაიტანო ან რუსეთში? ეს არ არის სწორია დასმა კითხვის. როცა რუსეთში მიდის პრორუსულის აბაშიძე, იცით რა სიძახის ეგა? თქვენ არ ვიცით საიდანაა გაქვთ მაგის პრორუსულობა, მაგრამ არ არის თლათ პრორუსული ეგა? ეგ როგორ არის, იცი? რუსებს უტოლებს თავს და სწორი არ არის. არაფერი არ გაქვთ და რას უტოლებ? ამიტომ პოლიტიკა იმის პოლიტიკა რომ შეხვიდე, შეძვრე და გამოიყენო. თუ ცუდი სიტყვა, ეს თქვენთვის რა ვიცი. ეგ არის პოლიტიკა და არა ის იცი რა, მე და შენ თანაბარი ვართ. ახლა ქართველი და რუსი თანაბარია? სტრატეგიით, ეკონომიკით და ტერიტორიით? ან ქართველი და ამერიკელი თანაბარია? აი ეს არის ამაყი, სიამაყი აქვს მოსახლეობას. შევიდეთ იქა, სადაც არის და ბოლო-ბოლო რო უყენე პირობას, ოკუპანტი ხარ, აფხაზეთი დამიბრუნე. აი ესეთი პირობებით ის რუსი არ დაჯდება შენთან მოსალაპარაკებლად. აფხაზეთის დაბრუნება თუ არ მომცემა, არ მოვალ. არ არის სწორი. შედი და აფხაზეთის იქარი და უსეთიც. თუ ესეა ლაპარაკი. ივანიშვილი ვერ გაერკვა ამ იმაში. იმიტომ რომ აი ცხოვრება აქ ახლა იქითაც არის, აქითაც არის. ლაპარაკი არის მოსახლეობაზე. მოსახლეობის ბედი გვაინტერესებს ჩვენ და არა ივანიშვილის. მსჯელობა მაშინ არის კარგი, როცა ობიექტურად მიუდგები და ჩემი თავიდან არ უნდა მიმჯელო. ჭეშმარიტებები ჩემი თავიდან არ იწყება. ჭეშმარიტებას აქვს ობიექტური საფუძველი და მაგას თუ მიუახლოვდები. დღევანდელი საქართველო არის სავალალო მდგომარეობაში, ისევე როგორც დღევანდელი რუსეთი და დღევანდელი ევროპა. საბოლოო ჯამში კრიზისი არის პლანეტაზე. ხო, ჩვენ ყოველდღე მე თქვენი არ ვიცი დროის უმძე იმის გამო, მაგრამ მე ამას უტრიალებ და რაც ხელთ არსებული ლიტერატურაა,
ვათვალიერებ და უყურებ დამატებით აი ინტერნეტი ქსელები და 1000 ინფორმაციები, მაგრამ წიგნი მაინც ჩემთვის რჩება მაინც ძლიერი იმათ წყაროთ, მოაზროვნე ხალხი და ბევრს აქვს დაწერილი 21 საუკუნეზე, 22 საუკუნეზე პროფეტული ნაწარმოებები ხელს გვიწყობენ ფილმები. მართლაც მეც რო უყურებ ამებს, ხო ბევრი რამე 100% შეიძლება სწორი არ იყოს, მაგრამ მართლაც კატასტროფული მდგომარეობაა რუსეთში. აი სახელმწიფო იქ აი ესეთი გაგებით არ შედგა. იქ მაინც არის ფორმალურად სახელმწიფო, კორუფცია არის, ჩაწყობა არის, ძმაკაცობა, მეგობრობა, კლანურობა, პანიაციები არის. არის ესეთი რამე. ხლა ევროპას რაც შეეხება, ევროპა ინერციით მოდის, მკაცრად ბიუროკრატიულია. რა უბედურება ეს ადამიანს დაელაპარაკები. რუსეთში ერთი ისეთი უპირატესობა აქვს, თუ შენ ტიპი ხარ, მოძებნი კავშირებს და ჩააწყობ შენ საქმეს და მაგრამ ეს კარგია. სხვამ რაქნას, ვისაც არ შეუძლია, შანს პეპელა ვინც არ არის, ვისაც ლაპარაკი არ შეუძლია ვთქვათ, ვისაც ეს ღიჭი არ შეუძლია, ყველას ხო არ შეუძლია ფული ჩაუდოს ჯიბეში, რაღაც ეღრიჭოს, დაურეკოს ეს, ხო, გაიხსენეთ რუსული ფენომენი. დღეს მაინც ეს კარგ ტონად ითვლება რუსეთში, აი ნაცნობობა, საქართველოშიც ესეა. ყოველ შემთხვევაში სააკაშვილმა ბოლომდე ეს ვერ აღმოფხვრა. კი დაიწყო ამასთან ბრძოლა, მაგრამ თვითონაც საბჭოური ტვინი ქონდა და გაერთვა მეებით. ვერ გავრცელდა ქართულ ცნობიერებაზე, ესე იგი ჩვენ მაინც პრობლემა გვაქვს აი ცნობიერებასთან, კულტურასთან და ევროპული ინტეგრაცია ახლა ისმის კითხვა, რომელ ევროპასთან აქვს? დღევანდელი ევროპა? დღევანდელი ევროპა სიკეთის განსახიერებაა? კითხვა ასე უნდა დაისვას, დღევანდელი ევროპა საითკენ მიდის? რას აწვება? დღევანდელი ამერიკა საითკენ მიდის? და მივალთ ჩვენ ბიბლიასთან, ხო, მივალთ ისევ აპოკალიფსი და ანტიქრისტესთან და რაღაცა საუბარი რო არ იყოს ჰაერში გამოკიდებული, ჩვენ პირადად მოვიგებთ საუბარში. რაღაცა დაიხვეწება და მსჯელობის საკითხში და საით დავდგე და რა პოზიციისკენ რა ხდება ხვალდაზეგ რა ხდება ხო? ახლა კრიზისი არის ევროპაში, მსოფლიოში. მსოფლიოს აქვს კრიზისი. ყველანაირად კრიზისი არის. ეს გლობალიზაცია მიდის. გლობალიზაცია გრიალებს და ვერ შევჩერდებით. გლობალიზაცია აიძულებს ყველა ერებს, პატარა ერებს ძალით შეათრიონ. და სწორედ ასეა, დღეს საქართველო არის გაყინული. არც რუსეთი იღებს და არც ევროპა, მაგრამ დიდხანს კი არ გაგრძელდება ეგ. აუცილებლად გადაიჭრება ეგ პრობლემა და სადღაც შეეტენება საქართველო. დიდია შანსი რუსებმა წაიღოს. მე რასაც უყურებ. ხო, ამ ბრძოლაში ესეა, მაგრამ ასე დიდხანს არ იქნება ახლა. კარგით რა, არც არ არის საქართველო ახლა და ეს ჩვენ დაგვუყავს. თუ დავტოვებთ საქართველოს აი ესე კიდე 20 წელი, რომელი მაზეა ლაპარაკი, დავკარგავთ ყველაფერს ჩვენ. ეს არ არის სწორი ახლა ეს ქართველებს ჩააბარო საქართველო, აღარც რუსეთი, აღარც ევროპა, აღარაფერი და ვაფრიალოთ დროშები და ნიჰილიზმში არის ახალგაზრდები, დროსტარებები, ასიმილაცია მართლაც ტექნიკურად მართლა ეგრე ხდება. და ერთი ფაქტი, საერთოდ ქართველიერი უცნაურია, როდესაც გაჭირვებაში არის, მაშინ იფეთქა ლიტერატურამაც, ყველაფერმაც, აი ლიტერატურული ნაწარმოები სწორედ რაღაც შეჭირვებაში დაიწერა, ბრძოლის უნარიანობა მეტი იყო და ეხლა რაღაცა ისე მიეცნენ ამ რაღაცა დროსტარებას, ბოჰემას, კულტურა როგორც ასეთი ხელოვნება, აი წალეკილია საქართველოში. ფაქტობრივად არაფერი არ ხდება. ცუნამი არის მას კულტურის და ეს არ არის სწორი ხო, ქვეყანას არ კონდეს მაღალი ლიტერატურა, მაღალი ხელოვნება, იდეები, ესთეტიკა, ასე შეიძლება თავიდან დაიყვანო ყველაფერი ვანოშოუზე. მართლაც მოხდება ტექნიკური ასიმილაცია. ამიტომ ეს მდგომარეობა ჩვენთვის ყველაზე კატასტროფიულია და ადრეც ვთქვი მე რომ არ შეგვიღო ვერ შევალთ ვერც რუსეთში, ვერც ევროპაში. ჯერჯერობით 2 წელია ხო რაც მოვიდა ივანიშვილი. შესრულდა ჩვენი საუბარი, რომ არც ვინ გიღებს რომ არ მიგიღებს რუსეთი არა, გამორიცხეთ ეგა. არც ევროპა არ მიგიღებს. ეს არის ყველაზე კატასტროფული მდგომარეობაშია საქართველო. თქვენ პირშაკ არ ახლა ევროპაში იყო დავიწყებთ კრიტიკას და გავაჯანსაღი. როცა რაღაცაში ხარ, კრიტიკა მაშინ არის კარგი. როცა არაფერი არ ხარ, კრიტიკას რა აზრი აქვს? დღეს საქართველო არაფერი არ არის. ეს არის ერთი მუჭა მოსახლეობას მოაჯდა ბიუროკრატიული აპარატი. ერთი 400,000-მდე კაცი არის ვაფშე დოტაციაზე. უზარმაზარი პარლამენტის მუქთახორებით, უამრავი ინსტიტუტებით, უამრავი სამინისტროებით. ხალხო, ეს კატასტროფა არის პირდაპირ გაგებით. მთლიანად ნადგურდება ქართველის ხელით. დამოუკიდებლობა ესე იგი აღმოჩნდა ჩვენთვის კატასტროფა. ესე ფაქტურად გეტყვით რომ აი მიაქციეთ ყურადღება წინ წელს რამოდენიმე ისა გაგება დამოუკიდებლობას. საქართველო აი ახლა არის, არასოდეს არ ყოფილა დამოუკიდებელი, ახლა არის. რას ნიშნავს? საქართველოს მართავს ქართველი მთავრობა. და ყველაზე საშიში მტერი ყოფილა ქართველი მთავრობა. ყველა სფეროში. კულტურაში, ესთეტიკაში, ფილოსოფიაში, მედიცინა მაინც კაცო. რა არის ესა მეგობრებო, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვართ. შეიძლება მათ ასეთი მდგომარეობა ვიყოს სამედიცინო იმაში. გამოაჩინე კეთილინება რაღაცა გაერთიანდი, დაამტკიცოს ამ პარლამენტის წევრებმა 150 პარლამენტის წევრი რა ეშმაკად გვინდა 40-იც გვეყოფა. რა გვინდა 21 სამინისტრო 2-იც გვეყოფა. ხალხო, რა გვინდა ეგა დაცარიელი და მოსახლეობა. აი ამ დამოუკიდებლობაში შეიძლება დემოგრაფიულად
ჩვენ გავნადგურდეთ? აი ამ დროშამ ლარმა ჩვენ არაფერი არ მოგვიტანა, მაგრამ ისე არ გავიგოთ, რომ რუსებს ვაქებთ, აი რუსები გადაგვარჩენდა, ევროპა გადაგვარჩენს. ერთი კი ვიცი, რომ კრიზისი არის. აქედან გამოსავალი არ არის. ჩალიჩობს კარასინთან ყოველთვის დადის ესა. დავდივართ ევროპაში, კაცის შვილი ხმას არიღებს. ესე იგი მოილაპარაკეთ ჩვენი გაწყვეტა? პატარაერების ესე იგი და ისე პატარაერებს პრობლემა დაუდგათ აფრიკაშიც. თუ დააკვირდებით პატარა ერებს და უსაქმურ ერებს დედაეტირათ. უსაქმური არის ავღანეთი, ერაყი, ეს ბალასტი ხალხია პლანეტაზე. და ეთყობა შეთქმულება ამ ძლიერი ბიზნესმენებისა, რომ მუქთამ ჭამელები ესე ტექნიკურად და გავანადგუროთ. და ამაზე ჯერ კიდევ 100 წლის უკან წერდნენ, ხო, ცნობილი მალთუსის თეორიები და რა ვიცი, მართლაც არის ხალხი, რომელიც ცდილობს პარაზიტების გადაგვარებას, ახალ-ახალი დაავადებებს ავრცელებენ. მოდის ეს დაავადებები შემოაგდებენ რაღაც ბაქტერიებს, რაღაცებს, ცდებს ატარებენ, ჟუჟავენ, მაგრამ ღმერთით მიდის მაინც ყველაფერი, მაინც დემოგრაფიული აფეთქება არის. არნახული აფეთქებაა დემოგრაფიული, წარღვნის მერე ვართ მოწმე, გადაჭერილია მოსახლეობა. 7 მილიარდს გადააჭარბა დიდი ხანია პლანეტის მოსახლეობამ. სადღა აღარ არის ადამიანი. ყველგან ცხოვრობს უკვე, უბრალოდ მიდიან და მიდიან. ზოგან ძალიან გადაჭედილია, ზოგან ცარიელია, მაგრამ ადამიანის ფეხი ყველგან დგას. რამდენხანს გაგრძელდება ეგა? იზრდება ესა აზიის ხარჯზე, ჩინეთი, ინდოეთი და ვიღაცეები ქრებიან. და ამის წინაშე ვართ ჩვენ ქართველები. დემოგრაფიული გადაგვარებისა და განადგურების წინაშე ვართ. ჩვენ არც ომი გაგვანადგურებს, არც რუსი გაგვჟელიტავს, არც ევროპელი არავინ. ჩვენ თვითონ გამოვითოფავთ თავს. და აი ასე ეკონომიკური ასეთი მის შემოსვლით არ არის გამრავლება საქართველოში ცნობილია. გაფანტულია ხალხი, გარბის და წყლობით არიან გადახვეწილი საზღვარგარეთ. და ისინი სულ ზღაფავენ, ისევე როგორც აი ნიკოლოზ რტკიფანიძის მოთხრობაში შელოცვა რადიოთი თუ გახსოვთ. ოდითგანვე ქართველები ესე იყვნენ. რაღაცა უბედურება გვჭირს ჩვენ და ახლა ტაშფანდურის გამართვა დროშების ფრიალით სასაცილოდ მეჩვენება მე. დიდი ერებს პრობლემა არ აქვს. უკრაინა 45 მილიონია, ინდოეთი, ჩინეთი, გადახედეთ აი რო გადახედავთ სტატისტიკური მონაცემებით, არ აქვს პრობლემა 10 მილიონიან, 20 მილიონიან კაცს, 50 მილიონი, რაღაც იქიდან რაღაცას გამოარჩევ. ჩვენ რა ვქნათ? ჩვენ რა ვქნათ, როდესაც აი თვითონ საქართველოშიც ხალხი მოსახლეობა დაცარიელდა. მარტო თბილისში ახლა კონცენტრირებული ეს ქართველები და მანდედანაც გარბიან. თუ ეს პრობლემები აი ესე გაგრძელდა დიდხანს ეს მდგომარეობა, ახალი ტალღა მოაწვება საქართველოს უმუშევრობის, იმიტომ რომ მასიურად ყოველწლიურად გამოდის ინსტიტუტებიდან ხალხი. სად მიყავთ ეს ხალხი? აი სად მიყავს? აი ამდენი ყოველწლიურად 40,000 სტუდენტი. დაამთავრა დიპლომირებული ყველა სპეციალობაში. ისტორიკოსები, ფილოლოგები, ჟურნალისტები. ცოტა გაიხედეთ ჩორს. მე მგონი ძნელი არ არის წინასწარმეტყველად რა მოელოდება ქართველს. სტრესი განარდირებული აქვს. უმუშევრობა ყოველწლიურად იზრდება მსოფლიოში. იმიტომ რომ ეს დემოგრაფიული აფეთქებას ეს მოყვება. იმიტომ რომ ტექნოლოგიებმა გამოათავისუფლა ბევრი ხალხი და აღარ ჭირდებათ გაუშვეს ხომ? გაერთიანდა მსხვილ კორპორაციები, დანარჩენები ჩაყლაპეს და მიდის გადათამაშებები. ესე იგი, რა ხდება, იცი გადალაგებები მიდის მსოფლიოში და რუსი 155 მილიონია მეგობრებო. 155 მილიონი არის ადგილზე. მე გარეთ აყავთ ძალიან ბევრი, ხო? სადღა აღარ არის რუსი თავისი თან ესეთი იმით, ხო, თავისი ძლიერი შენარჩუნებული აქვს ფენომენი, ენაც, ყველაფერი. რუსი არ ხდება ისეთ სწრაფად ასიმილაციაში, რუსი არ საზღვარგარეთ არის და არცაც არ არის. მას არ აქვს, თქვათ, პრობლემა რა, ისეთი ჯერჯერობით, ქართველთან შედარებით და ჩვენ ვართ ამ გაუბედურებულ მდგომარეობაში და არც რუსეთი შეგვინახავს ახლა ჩვენ, აღარც ევროპა. მე პირადად თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არანაირი იმედი. პირადად მე არ მაქვს იმედი, ან ევროპა გადაგვარჩენს, ან რუსეთი. არ აქვს სხვანაირად მიდის საქმე. ბიბლიურ შუქზე როცა ჩვენ ვეცნობით ამას, მე ახლა სწორედ ამ კუთხით ვლაპარაკობ, იმ პროექტიდან წაკითხულს ვიზახი, რომ ჩვენი საქმე შავად არის. და ჯერჯერობით ეს დასტურდება. არ არის ხსნა ახლა, არც რუსეთში ჩვენი შესვლა, არავინ არ შეგვიშვებს, ეგ არის ტყუილი. ეგ არის 10 წელია, მოდის აი ევროკავშირი, DST, SNG, რა DST, SNG, აუბედურებულია რუსეთის სოფლებიც, როგორ მარტო მოსკოვშია კონცენტრირებული ყველა, იქაც ხალხი გამორბის სოფლებიდან მოსკოვში, ბარდელებში და იმეებში მუშა იოლიგზით, კატასტროფული მდგომარეობა არის. კატასტროფული. და ეს ევროპასაც ესეთი მდგომარეობა, ევროპა მარიცის რა გააკეთოს, სწორედ ამიტომ მოდის რუსეთისკენ, რომ ჩაიგდოს რა ეს განზეულობა და გონია რომ ამით გადარჩება, არაფერი არ ეშველება მას. ხო, იმიტომ რომ ასე როგორც არასდროს დავიწყებული ღმერთი, აი როგორც არასდროს, არასოდეს არ ყოფილა როგორც ახლა არის. თელმა მსოფლიომ ღმერთს ვარი უთხრა. მიუხედავად ამისა, ყველა რელიგიური არის. და მაგონებს ეს აი ნოეს პერიოდს. გელაპარაკებთ, იქაც რელიგიური იყო ხალხი. ყველა ქრისტიანი არის დღეს მსოფლიოში, ხო? მაგრამ არც სადღმერთი არა ჩანს კაცო.
რადგან ისეთი ღმერთი თუ აი ესეთნაირად გვექცევა. არის ხო ეს? დავიწყებულია ღმერთი, დავიწყებულია. ვარი უთხრეს ღმერთს. ყველა თავის ბაბილონის გუდოლს აშენებს. გაერთიანდა ხალხი უღმერთობისაკენ. დღეს ევროპული გაერთიანება მაგნუს ბაბილონის გუდოლს. შეკავშირდნენ ათეიზმად, შეაკავშირა ყველა. ჰუმანიზმა შეაკავშირა და ცივილიზაციას გრიალი მიდის და გახსოვთ ბაბილონს რა მოუვიდა? ამ გაერთიანებაში შედის საქართველოს და ყველა ჩალიჩობს მათ შესვლას. და რას ამზადები აი რა უნდა მომზადეს? იკითხოს პატარა ერებმა ხო? ნუ აფხაზეთზე ლაპარაკი აღარ არის და ოსებზე სახელმწიფო არც ქონიათ ქუღურთებს. საქართველოსია ლაპარაკი. საქართველოს რა ელოდება წინ? რომელი მიმეშევა და კარგად იქნება? ამიტომ არის ინდივიდზე შეიძლება კიდე ვიფიქროთ, იმიტომ რომ ქრისტიანობა ინდივიდია და ხსნა აღარ არის უკვე ზოგად იმიდან რომ გადავრჩეთ ევროპამ გადაგვარჩინოს. ხსნა არის ინდივიდუალური ურთიერთობაში და სწორედ აქ ჩვენ ოპტიმისტური ისენი შემომაქვს. მე სახელმწიფოზე აღარა ვარ დამოკიდებული, იმიტომ ამას არ ეშველება. საქართველოს სახელმწიფოთ მე ვერ გადავრჩեմ, იმიტომ რომ ეს არასოდეს არ იქნება ახლა გამართული. ხო, არც ერი გადამარჩენს მე, იმიტომ რომ ერთსაც ემუქრება, ენასაც ემუქრება პრობლემა. მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალურად ბიბლიური ჭეშმარიტებებთან თუ ვალთ და ქრისტიანობას ავიღებთ ჩვენ, უკვე სადაც გინდა იყავით, თორე იცოცხლე კარგი ახლა სახელმწიფო საქართველოს გამართული, მაგრამ რამდენ ხანს უყურებს ეს ადამიანები და იხოცებიან ასე. რუსეთიც ვერ შედგა, ხო ხედავთ, აი, მიუხედავად იმისა, ასეთი ძლიერი არის თავისი შეიარაღებით და ყველაფერი. მაინც ტილიანი ქვეყანაა რა. სირცხვილია 155 მილიონი კაციდან სიღატაკეში იყო 60%. ეს არის სირცხვილი რა. ან ამერიკა ესეთი მდიდარი ქვეყანა არის და მათხოვრები რომ შეხედოთ, მაინც იცი რა იტყვი ეს ამერიკა. აი მე და გაგეწყინება რა. იმიტომ რომ იც ატყაც ავღანეთში ვიღაცის გადასარჩენად მირვიხარ და აქ შვილი კოტრიელობს, აკა და თან ერთი კი არა. აი გაუბედურებულია ხალხი, აი დღე-დაღამე მიმული ყავს ამსავ ჩაბმული ყავს რაღაცი ბრძოლაში, იცი, აი ფულის კეთება, აბას ინსტიტუტები, აბას სწავლა, რა არის ესა? და უცებ გადაბრუნდები კუტები. ხო, ახალი დაავადებებიც არის, ხო იცით, ახლა ამერიკაში შემოვიდა ახალი დაავადება, კანის, რომელიც კანი იხლიჩება და იქიდან რაღაცა თმები თუ რაღაცა გამოდის, ამბობენ რომ ეს გენური ინჟინერიის საკვების ბრალია და მასიურად ხო შტატებში ეგ ქიმიასო. ფაქტურად აქ უკვე მთლიანად ქიმიას ჭამს მოსახლეობა. კატასტროფულ მდგომარეობაში ამერიკაც. ამასაც არ აქვს კარგი მომავალი, იმიტომ რომ ახლა ვინ შენარჩუნებულა მოგეხსენებათ ცივილიზაციები რომ არის და არის. გამორიცხეთ ახლა. ერი შეიძლება იყოს, ინდოეთი არის, ჩინეთი არის. ტელიანი იყო ჩინეთი ბოლომდე, დღეს არის ცოტა ახლა და ინდოეთი ტელიანი იყო. ერები ყოფილან, მაგრამ ცივილიზაციები დაუპულა. და შტატებს 200 წლის ისტორია რა ამას კრიზისები აქვს ესე. აგერ აი თვითონ ობამის არჩევა ეს კრიზისია, ამ ჰომოსექსუალისტების დაკანონება, ამათი ასეთი ზედმეტი ყურადღება მსოფლიოში. ყველგან და ქორწინებები შემოიღეს ამისი. ამას ავრცელებენ ყველგან იგივე რუსეთში, საქართველოში. არაფერი კარგის მომტანია აქ არ არის. ამიტომ ჩვენ იზღად დაგვრჩენია, სულის ხსნაზე ვიფიქროთ და დაველოდოთ უკეთეს და მადლობა ღმერთს რომ არის უკეთესი. კაცობრიობა ისევე დაიღუპება როგორც წარღვნის დროს და ჩვენ ვიფიქროთ გადარჩენაზე. მეგობრებო, მოგიწოდებთ, აი პირდაპირ გაგებით, ახლა ვერც ევროპა გიშველით. საწყალი ის ხალხი, ვინც ამის იმე პოლიტოლოგიური ცნობიერებითა და ჰუმანიტური ცნობიერებით კაცი ვერ გადარჩება ახლა. ევროპა შენზე არ ფიქრობს და. რას ფიქრობს? ან რუსი იფიქრებს შენზე თუ რა, თავის გაჭირვები ევროპას არ იცის რა ქნას. ამიტომ ხსნა ნამდვილად არ არის ახლა მანდ. ჩვენი პრობლემა სწორედ ქარი რომ შველელი არ აქვს ჩვენ და აგერ ბიბლიური ჭეშმარიტებების ნაზიერები ადამიანი გადარჩება და დედამიწაც დაიღუპება, ყველაფერი იქითკენ მიდის. რა ეს ერთ დღეში მოხდა წარღვნა? წარღვნა რამ განაპირობა? მოდი ვთქვათ, რამ განაპირობა წარღვნამ? რა 10 კაცი დაიღუპა? თუ 1 მილიონი მოსახლეობა იყო. ხო გითხარით, ყველა მონაცემებით, ვინც ამაზე იკვლია და წერა და ქვეყანა ჩვენი წიგნია ჰენრი მორისის წიგნი არის წარღვნა. თან კაი პიროვნება და ერთ-ერთი თანაავტორია კიდე იმ თეოლოგთან, რომლებმაც დაწერეს ეს წიგნი. მეცნიერულ დონეზე არის ყველაფერი ეს გამოკვლეული, რომ ეს დედამიწის მოსახლეობა იყო დაახლოებით 7-8 მილიარდი. თუ მეტი არა. რამ განაპირობა წარღვნა, რამ განაპირობა, რატო დაიხოცა ეს ხალხი? ისევ დაიწყო ახალი ცივილიზაციების სულა და აი ახლა ვართ იმ სწორედ იმ მიჯნაზე, რომ დედამიწას რაღაც ემუქრება აუცილებლად. ესე კარგისკენ არაფერი ამიზა. ყვირიან ვითომ კარგს. დაივიწყა ღმერთი ევროპამ, ამერიკამ, ამერიკის წამყვან წრეებში აღარ მიდის ამაზე ლაპარაკი. ევროპაში ამაზე არ მიდის ლაპარაკი. გაერთიანდნენ ესენი რაღაც ათეიზმა, გაერთიანდა მსოფლიო. და აკვირდით რა როგორ ის არის, გვითრევენ და სირცხვილი საქართველოს. ესენი საერთოდ წარმართული იმაში დარჩნენ ხო?
ევროპა ათეისტურმაზია პოზიციებზე და ქართველების ასეთი რელიგიური შიზოფრენია ნამდვილად არ მოწონთ. ამიტომ წაახალისებენ მაგას, რომ თვითონ გამოითოფოს ქართველმა თავი. წაახალისებენ, როგორც თურქებს ახალისებენ, მაგრამ თურქი 73 მილიონია. ჩვენ დავიღუპებით ესე, თუ გაგრძელდა ესე. მოთხოვნილებები დიდი აქვს ქართველს. ხო, ზარმაცია ქართველი, მოდი ვთქვათ. მიწას მოწყდა ქართველი. მიწა კუთვნილი რაც ღმერთმა განაწესა 70000 კვადრატული კილომეტრი ჩამოგვეჭრა. დავიდეს 58000 კვადრატულ კილომეტრზე, აქედან უვარგისი არის თითქმის 20-30%, კლდე და ღრეებია. რაც დარჩა, ისეც მიატოვა ხალხმა და ეზიარა ქალაქურ ბოჰემურ რაღაც შოუ ცხოვრებას. შოუ ცხოვრებაა დღეს თბილისში. და პერსპექტივა რა არის? აქ ახლა ვიკამათოთ ჩვენ ახლა ევროპა იქნება თუ რუსეთი და სად იქნება? ერთი კი ვიცი რომ ეს პირდაპირ განადგურებისკენ მიდის. და მშველელი კაციშვილი ჩვენი მშველელი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვბარდებით ათეისტებს რუსეთში, ათეისტებს ევროპაში. მოდი მოუხმოთ, ღმერთს მოუხმოთ რა, არ შეიძლება განა ესაგაცო. ყოვლის შემძლე ღმერთს ყველაფერი შეუძლია და მთელი საქართველოს მოსახლეობა უცებ ხვალ გაუნათეს თავი და ღმერთი შეუშვას ცნობიერებაში. მერე ნახეთ ჩვენი სასწაული რა მოხდება ქვეყანაში. ღმერთის გარეშე არაფერი არ ხდება, ღმერთს კი ყველაფერი შეუძლია. ჩვენი უბედურება სწორედ ეს არის, ჩვენც დავივიწყეთ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და ჩვენ გავაღმერთეთ ღმერთის ადგილზე ევროპა და რუსეთი. ერთი ნაწილი რუსეთსა იმაშება, მეორე ევროპას. ასე დაიყო მოსახლეობა პრორუსული და პროევროპული. თუმცა ძალიან ბევრი მაინც თაკილობს, რომ არა, მე არ მინდა რუსი, ევროპელი და მოკლედ გავაკერბეთ ჩვენ ევროპული ღირებულებები. გავაკერბეთ. ეს ღმერთს არ მოეწონება. არა, ევროპასთან ვითანამშრომლობ, საღი კრიტიკა ყოველთვის ამაქვს და ხედავ რომ არც ისეა საქმე როგორც უნდა იყოს. პოზიციები ითმობა, ხო, აღარ არის ის ევროპა, ჩვენ ისეთ ეპოქაში დავიბადეთ. მადლობა უნდა უთხრას ღმერთს, რომ ომბანა არ არის და თავზე ბომბები არ უყვაცვა, მაგრამ მორალისა და ჭეშმარიტების თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა არის. აი ესე ადამიანის რობოტიზირებული ადამიანი არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა. აქ მართლაც ბიუროკრატიული ტიპი შეგხვდებათ რა. ადამიანი ის არ არის. აქ გელაპარაკებათ ბიუროკრატიული მანქანა. ტელეფონზე ავტომატი გელაპარაკ. ეს არის ყოველად რა გითხრათ რა, ამაზრზენია რა. მოაწყეს ესე და ბიუროკრატიული. სულ მალე აქ ადამიანებსაც გადააკეთებენ და ყველა ფაქტორად მასა აქ უკვე ჯოგია. აი ოსკარები იყო, აი მე რაც ვნახე ახლა ეს, აი ვიცი, აი დავსვიკითხო ასეთი. ამათ წამლაც აძლევენ, რა მექს შეიძლება და ყველაფერზე გეცინა. ესე მთელი წარმოდგენა რა იყო, იცი რომ რა ბედნიერი არის ქვეყანა. და ეს ილუზიაა მართლაც, ტელევიზია ხო ილუზია და გადაცემა რას ემსახურებოდა? აი 3 საათიანი, 4 საათიანი გადაცემა მიდიოდა, ეს იყო რაღაც აი ჰიპოკრიტობის მწვერვალი. რა დონეზე წავიდა საზოგადოება. ჩვენ რომ ბიბლია არ ვიცოდეთ, ხე ცოცხლე სტრესი გარანტირებული მაქვს. არ ვიცი თქვენი, მაგრამ ჩემი ცნობიერება ძალიან სტაბილური და მყარი არის. ეს უნდა მოხდეს. როგორც აი მე ამ ჩვენი იმიდან უყურებ ნოეს მდგომარეობას. აი წარმოიდგინეთ, ახლა უცებ როცა ვკითხულობ მაგთაბებს გადავბარგდები ხოლმე იქ და განცდაში მინდა შევიტან. აი ძალიან ძნელია, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რა მაქსიმალურ დაუახლოვდე. წარმოსახვას, წარმოდგენას შეუძლია. ადამიანი ესეა შექმნილი. წარმოვიდგინე აი ეს დედამიწა, ეს რა მდგომარეობაში იყო ნოე. თავისი ოჯახით, აი კატასტროფული მდგომარეობა, აი ყველა რა დღეში არის და 800. ჩვენც ახლა ეს რწმენის მომცემია პირადად ჩემთვის. და მე ღმერთის იმედი მაქვს ევროპისა და ამერიკის არ მაქვს, არავის იმედი არ მაქვს მე. მე არ მაქვს გაერთიანებების, რაღაცა დროშების ფრიალის. რამად ვზივართ ამ იმაში და ველოდებით რაც დაპირდა ღმერთი ამას შეასრულებს, ორი აზრი მანდ არ არის კაცო. რაზე მოვიკლათ თავი დროზე და რაზე უნდა შევაკლე ახლა ვიღაცა სულელი რომელღაც პრეზიდენტს და იქ ოსებს ვებრძოლო და ეს არის აბსურდი. როგორც არასდროს ათეისტურია პლანეტა. როგორც ეს არ ვიცი რას მიაღწია. თან რელიგიური ფორმა აქვს ამ საშინელებას. ესე ანტიქრისტე ხო უნდა მოვიდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, გვეუბნება აგერ ნოეს ისტორიაც ყველა რომ ჩვენ პრობლემა არ გვექნება. არ გვექნება პრობლემა, ესე მოგვარიდებს ამას და კარგ ადგილზე ვიქნებით და შევეთ ამ საკითხზე და მინიმუმიც არ მოგვაკლდება და ახლა საქართველოს ად იქნება და როგორ იქნება. ჩემს მოსვლამდე საქართველოს იყო და მე რო წავალ იქნება. ჩემი პრობლემა არ არის. ღმერთმა იცის. ღმერთმა გააჩინა საქართველო, ერად ჩამოაყალიბა და მას შეუძლია წაშალოს და აგაუზო. თავარია მესად ვიქნები. ამიტომ საქართველოზე კი არ ვიზურნოთ უნდა. ღმერთს უნდა დაუახლოვდეთ და იქ სადაც ვართ მონაწილეობა მივიღოთ თუ ქართველი ხარ საქართველოში თუ არა და ნებისმიერ გაერთიანებაში იყავი ღმერთის მოყვარე და მოსურნე და არა ის გაიგებდე თითქოს ახლა ჩემით იწყებოდეს საქართველო. სად ვიყავით ჩვენ რომ საქართველოს ისტორია იყო რა ხალხი ჩვენამდე ხო? გადარჩა ხო? გადაურჩა უამრავ შემოსევებს. ჩვენ არ მოსწრები ვართ იმ ომებს. რას არ გადაურჩა საქართველო აწიოკა და ცნება სახელმწიფო და საქართველო შემორჩა. ამიტომ ეგ ღმერთმა იცის ეგ ამბავი და ჩვენ თავს მიხედოთ კაცო.
ნამეტანი ნუ მოვიკლავთ თავს ამით, რა ელოდება იმას და ჩვენს მერე ცოტა ხანი ცხოვრობთ, გაგრძელდება, გამსახურდიაცაც ეგონა ესე, მაგრამ არის აგერ საქართველოს გამსახურდი არ არის, თორე ეს კი არის. საკითხავია სად წავიდა გამსახურდია, ეხლა რა მდგომარეობაში არის, გაქრა თუ არ გაქრა, ვისთან არის, რას უყურებს ეხლა და რას განიცდის. მე უფრო მაინტერესებს. ეს დედამიწა ხო უნდა დაიწვეს. დაიწვება ეს დედამიწა, მეგობრებო, დაიწვება ესა და ახალი დედამიწა შეიქმნება, სადაც ეს პრობლემები აღარ იქნება.